უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის სამიტი. არანაირი სამიტი დღეს სტრასბურგში არ იმართება. ეს არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც დიახ გაგზავნილი არის სამი კოალიციიდან, გამარჯვებული კოალიციების მხრიდან ერთობლივი წერილი უფლებამოსილებების პრეზიდენტშიალების არსნობის შესახებ. ამის მიზანი, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ პირველ რიგში ევროსაბჭოში მიგვეტანა ინფორმაცია საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, იმის შესახებ, რომ აქ ადამიანები არიან უკანონო პატიმრობაში, ადამიანები ყავთ აყვანილი მძევლად, იმის შესახებ, რომ აქ არის მასობრივი სისტემური ხასიათის წამება, არაადამიანური მოპყრობა, ადამიანების დამცირება, რომ ყავს უამრავი პოლიტიკური პატიმარი, ყავს სინდისის პატიმრები, რომ არჩევნები არის გაყალბებული, მოკლედ აი ამის შესახებ სიმართლის ნამდვილი ინფორმაციის მიტანა ევროსაბჭოში. იცით, რომ ევროსაბჭო არის ის ორგანიზაცია, სადაც გაერთიანებული არის ევროპის კონტინენტის ყველა სახელმწიფო. მეორე, თქვენ თვითონ ახსენეთ, კი ჩვენ ვცდილობთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ქართული ოცნება დარჩეს საერთაშორისო იზოლაციაში. მიზნები არის წერილში ასახული ძალიან მარტივი და ძალიან ნათელი. ამაზე ჩაგეკითხა და სახელმწიფოებრივი ქმედება არისო ეს წერილი და ამბობენ რომ ოპოზიცია მის მათი პატრონების დაკვეთებს ასრულებსო რა არის თუ არა რატომ ასწორია თუ არა ეს არასახელმწიფოებრივი მოქმედება რაც თქვენ წერილების გაგზავნით გააკეთეთ. მართლ გუნდს რასაც თქვენ უწოდებთ ალბათ გულისხმობთ ქართულ ოცნებას. ქართული ოცნება არის ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ანტიევროპული ძალა და ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიევროპული ძალის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედება არათუ გამართლებული, არამედ მისასალმებელია. ყველა საქართველოს მოქალაქე უნდა იცავდეს საქართველოს, უნდა იცავდეს ამ ქვეყნის ინტერესებს, როგორც მოკლევადიან, ისე საშუალოვადიან, ასე გრძელვადიან ინტერესებს. ბატონოგია ამაზე ვიქოთ, ოპოზიციიდან ვინ ესწრება თუ გაქვთ ინფორმაცია დღევანდელ განხილვაზე? გამარჯვებული ოპოზიციური პარტიები, ამას გულისხმობ. გამარჯვებული პოლიტიკური ძალები და ხო? კი, რამდენიმე მე ვიცი, რომ იქ იმყოფება ქალბატონი თინა გოხუჩავა, იქ იმყოფება ბატონი გიორგი ვაშაძე, იქ იმყოფება ბატონი ზურაბ ჯაფარიძე, წვების შესახებ არ ვიცი. ეს ადამიანები რომ იქ არიან, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. რაც შეეხება ბრიუსელშიც ევროკავშირის საგარეო ეს ადამიანები იყვნენ მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზეც, ეს ადამიანები არიან მიწვეული ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ყველა საჭირო შეხვედრას. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში განიხილავენ დღეს საქართველოს საკითხს და ამასთან დაკავშირებით რა მოლოდინები გაქვთ, რო გითხრათ? ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს საქართველოს საკითხს, თუ გაიხსენებთ წინა შეხვედრებზეც ჩვენი საკითხის განხილვა მოხდა. საქართველოს საკითხი ევროპის კავშირისთვის გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს აქვს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მუდმივად იქნება დღის ეს რიგში და იქნება არა მხოლოდ დღის ეს რიგში, არამედ იქნება პრიორიტეტული საკითხი ამ დღის ეს რიგში. რამდენადაც თქვენც იცით და ჩვენც ვიცით, განსახილველ საკითხებს შორის არის დიპლომატიური პასპორტების ვიზა ლიბერალიზაციის და სავიზო რეჟიმის გამარტივების ფორმატიდან ამოღება. ეს თქვენთვისაც ალბათ ცნობილი ინფორმაცია. ამას გარდა იქნება მსჯელობა საქართველოში გაუარესებულ მდგომარეობაზე, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის და ასე შემდეგ საკითხების კუთხით. და ბოლო კითხვა ჩემგან გიორგი ვაშაძემ ისეთი რამე თქვა, რომ ერთ-ერთი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან არის ის, რომ უნდა შექმნას საერთო დიდი პოლიტიკური პლატფორმა და ეხლა არ არის იმის დრო, ვინ რომელი პარტიიდან არის ვარჩიოთ. თქვენ თუ იზიარებთ ამას და თუ არის გამოსავალი დიდი პლატფორმის შექმნა? გიორგი ვაშაძეს ეს პირველად არ უთქვამს, არც ალბათ პირველად ამას არ გაიგონებთ, არ მოისმენთ ჩემი მხრიდან. გიორგი ვაშაძე, თინა ბოկუჩავაც, გია ჯაფარიძეც, სხვაებიც, ვინც
ბოლო საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყარა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნდა და ვამბობდით, რომ ჯობდა გავსულიყავით ერთიანისი, ჩვენ ყოველთვის ვიყავით ერთიანობის მომხრე, დღესაც ვრჩებით იმავე აზრზე, დღესაც მიგვაჩნია, რომ დიდი გაერთიანება, ერთიანობა არის საუკეთესო გამოსავალი ჩვენს ფლანგზე. თუმცა სხვა პარტიები დაგიჭერენ ამ გაერთიანებაში. ჩვენ ვართ კოორდინაციაში, ჩვენ გვაქვს სამუშაო ჯგუფები შექმნილი და მე მგონი ყველანი ხედავთ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამარჯვებულ პოლიტიკურ კოალიციებს და პარტიებს შორის თანამშრომლობის და კოორდინაციის პრობლემა არ არსებობს. ქართული ოცნების დეპუტატებს მიუვარდნენ მათ შორის თეატრო ლუკიანსაც და ეძახეს მონა რუსი და ასე შემდეგ. რამდენად მისაღებია თქვენთვის ეს ფორმები? გუშინ მიუვარდნენ კიდევ ერთ აქტივისტს გორში და მას ფიზიკურად დაუწოდნენ 8 მაისს მომივარდნენ მე მაშინ როდესაც საერთოდ არ ვიყავი პოლიტიკაში და ეს საქმე დღემდე არის გამოუძიებელი არ მაჩვენებენ იმ ვიდეოს რომელიც აღებული აქვს და არის ექსპერტიზის ბიუროში ნახეთ რამდენი თვე არის გასული არაერთი შემთხვევა ყოფილა როდესაც პოლიტიკოსებზე და აქტივისტებზე იყო ფიზიკური ანგარიშ სწორება ამ საქმებთან დაკავშირებით რა სიტყვის უზურპატორი ხელისუფლება